Გაბრებო დილამშვიდობის მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ, ხომ ხართ კარგად? მივიდივარ მაღაზიაში, უნდა ვიყიდო რაღაცა წვრილმანი პროდუქტები გჭირდება სახლში. ალექსანდრას სიცხეობს და მე ვარ ძალიან გაბრაზებული. უკვე მინდა რომ გადაუვალოს ყველაფერმა და ყველაფერი კარგად იყოს. უკვე მართლა აღარ ვიცი რა უნდა ვქნა. ფაგიოსაც ვაშხურებ, არა და ყელში თითქოს არც არაფერი არ აქვს, რაც მე ვიცი, ხო? ხა დიდად ვერ ვერკვევი, ანუ კი დაახლოებით როცა ვხედავ ხოლმე რაღაცა სითეთრეს, მაშინ ხვდები რომ ეს არის ყელის ბრალი, მაგრამ ეხლა ვერაფერს ვერ ვხედავ ყელში და ვგიზდები ცალკე ეს მაგიჟებს. თან ისე დაემთხვა რომ აკლიმატიზაცია არის, თუ ვირუსი არის, თუ რა არის, ვერ გავარკვიე მოკლედ და აი როგორ გითხრათ რა, ძიმედ ვარ, მინდა რომ ყველაფერმა გაუაროს, კარგად ვიყოთ. და ბევრი ვისერინოთ. გარეთ ისეთი კარგი ამინდია, ეხლა ესე მივდივარ და ისეთი სასიამოვნო ამინდია. გუშინდელ ამინდს ბევრად ჯობია დღევანდელი ამინდი 26 გრადუსია დღეს მოსკოვში. აქვე არის რაღაცა მაღაზია მაგნოლია. პიჭორაჩკაც არის ქვევით, მაგრამ იქით არ წავალ, მაგნოლიაში წავალ უცბად. ავიღებ რაც მჭირდება და ავცუნცულდები ალექსანდრუშკასთან. გოგოებიც სახლში არიან, დღეს მომეთ კიდევ ისვენებს. ხო. ალექსანდრას კეპი მოხარი. იტარა, სები უკვე მოსაწესრიგებელი მაქვს და ეგრე ვერ გამოვიდოდი. დღეს რას ვაპირებ, რომ სახლში ვიყოთ და მაქსიმალურად ალექსანდრას მოვუარო, თუმცა მე მგონი ერთ მომენტში მექნება გასასვლელი იმაზე რა ქვია რეგისტრაციაზე, აქ ანუ ერთი კვირის განმავლობაში გაქვთ უფლება რომ გაჩერდეთ ქვეყანაში ისე რომ რეგისტრაცია არ გააკეთოთ, მაგრამ თუ უფრო მეტ ხანს რჩებით, აუცილებლად მოკლედ უნდა იცოდნენ სად იმყოფები, ვისთან იმყოფები, სად ცხოვრობ და ასე შემდეგ და მათი უსაფრთხოებისთვის და შენი უსაფრთხოებისთვისაც და ამიტომ მოკლედ აი ესე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ქვეყანაში რჩებით ერთი თვე. მაღაზიაში მოვედი, ბავშვებს რო აუღოთ ხილი, ბოსტნეული და ვაშლის გარდა ახლა ვფიქრობ რა ავუღო. ვაშლა დამაც არის, ოღონდ ძალიან მეჭყო, ქლიავზე ვგეშტები. ალექსანდრას უყვარს რაღაცა აი ესეთი წყლები და მოდი ავუღოთ. ერთი ესეთი ავიღოთ. მეორე ესეთი. კოკა-კოლა მხალა. აუ კიდევ მე რომ მინდა იმ წყალს ვერ ვხედავ. აუ ესეთ წყალსაც ავიღებ დასალევად. აქაური წყალი ვანკანის არ ისმევა. ეხლა გვინდა ფქვილი ბლინებისთვის. მიცოდეთ ვიყავა. ალექსანდრასთვის მინდა, იცით რა მინდა? აი ეს. ამას ავიღებ ორცალს და გავუკეთებ კომპოტს. კიდევ რა არის საინტერესო? ნაგეცების სახლში გვაქვს ბლინები არ გვინდა. წავიდეთ ქრის პროდუქტებიც ვნახოთ. კვერცხი გვაქვს. ვორსმანი და ისეთი გემრიელია, ისეთი კარგია ღირს 124. ანუ მე მგონი ეს არის. მეც დავურეკა. სალაროსთან ტიპი ძალიან დაბნეული იყო. ლამის ორჯერ გამიტარა ყველაფერი, ხურდები დაეფანტა. უბრალოდ მთელი ამბები დაემართა საწყალს. მე რამ სიმძიმეა ეს პარკი. დავიღავე. ნერვიულობისგან. სხვა არაფერი. სხვა დანარჩენი ყველაფერი მათ ყოფილებს, ყველაფერი მოვწონს. ყველაფერი კარგად არის. ძალიან მინდა ხა ალექსანდრამ ცოტა შეჭამოს. ხო და რეგისტრაციაზე ძალიან მინდა რომ როგორღაც შეძლო რაღაცა
გოსულს ლუგები და თვითონ საიტიდან გაკეთდეს ეს ყველაფერი და არ მოგვიწიოს წასვლა, მაგრამ ძალიან მეეჭვება. თუმცა შესაძლებელიც არის. ნახოთ რა იქნება. წასვლა არ მინდა დღეს არსად. საერთოდ არ მინდა. დილის საუზმე ალექსანდრუშკა არ ჭამს, მაგრამ დედა ეხლა გემრიელად მიირთოს. თავარი ალექსანდრამ წყალი დალიოს ბევრი, თორე ჭამა დიდად არ არის აუცილებელი ჯერჯერობით. Куда это мы с тобой едем? На метро. А? Доктор. Какие-то люди ведь. Доктор. Да. Александр. Нет, не зубы. Чтобы разобраться с твоей температурой. Первый арбучий дар меня ввел в Амден. Эдвард. Какие-то. Нам какие-то разгет. Твой сали один и один. Нам с арда вагуяна. Хоть это цоки бокс. Какие эти макрода вагуяна. მაგრამ ამ მეტროში სანამ გაერკვევი ყველი კარგი ამიტომ ნახოთ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მიგვიღება на месяц. Давай пальчиком не шевелим, смотрим. Сатурация хорошая. Угу. Пульсик прям чуть-чуть такой вот высокий. Ეხლა ალექსანდრამ ანალიზებმა ჩაავაროს და ხომ გვეცოდება პასუხები. მაგრამ ექიმა თქვა ეს აკლიმატიზაცია იქნება ან ვირუსი და ნახოთ ეხლა ანალიზების მიხედვით. Еще чуть-чуть, еще 2 надо и все. Вот так мы с тобой весело проводим времена в Москве, да? Все. Господи. Да. Мария, ты смела. Что вы знали, медицинский класс поступил. გამოვედით კლინიკიდან, გავუკეთდა ალექსანდრუშკას ანალიზები, ჩვენი ტაქსიც მოვიდა ამასობაში და такси подъехала, побежали. Ничего. Держись, котик, сейчас сядем в такси. Все будет хорошо. Да. Забегай. Опачки. Массаж можно сделать. ესე იგი ქართველი რო ყველგან ქართველია მაინც ნებისმიერ ქვეყანაში მონოს მეზობელი არის ქართველი და დღეს დაბადების დღე აქვს და ესე შემოგვაწოდა ალექსანდრა ეხლა რო ცუდად არის შემოაწოდა ხო მიყველი ხარჩო სალათა ხაჭაპური სულო და გულო რაც გაგიხარდება ალექსანდრა ეხლა სიამოვნებით მიირთმევს აი რომ იმიშვათ აი ესე გადავარდები უკან რა კი არა და უფრო სწორად დავწექი, подождите. დავწექი. და ვერ დავიძინე. ანუ დაღლილი ვარ, შიში ვარ და მგონია რომ რაღაცა. აი ხა სიცხე უნდა გავაკონტროლო, აი ხა ის უნდა ვქნა თან, ცალკე ძალიან ერყევა კბილი და ღმერთმა ნუქნას. არ ვიცი, сказать, что у меня. Я уже рассказала. Я параллельно из-за этого переживаю. Параллельно из-за температуры. ტვინი ახდეს მაგ და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აი ძალიან ცხელი ვარ და ძალიან ცხელა და როგორ გითხრათ რა აი ძალიან როგორ ცხელა სული რო გეხუთება აი ეგრე გრძნობ თავს სახლში ვართ მარტოები მე და ალექსანდრა გოგოები გაუშვით სასეირნოდ წავიდნენ აბა ჩვენ ხوار დაგულოდებიან ხوار დაჯდებიან სახლში ჩვენს გამო და მე დღეს არსად გასვლა არ მინდოდა ძალიან გაგვიმართლა იმაში რომ რეგისტრაცია რაცაც ჩვენ უნდა წავსულიყავით გაკეთდა
ინტერნეტის შეტამუწიბა. Всё хорошо? გაკეთდა მოკლედ რეგისტრაცია ჩვენს გარეშე. და ერთადერთი რაც გავედით ის იყო რომ კლინიკაში წავიყვანა ინვიტროში ალექსანდრა ბელორუსში დამყავდა და რომ მომაწოდა იმ გოგონამ ხელის მოსაწერად ჟუი ხელის მოსაწერად ჩემი დოკუმენტი და მეკითხება რომ ეს მეილი თქვენი არისო და ეს ტელეფონის ნომერი თქვენი არისო რო დავხედე მეთქი ეს საიდან იცია საერთოდ ამათმა და რო დავხედე ანუ ჩემი ბელორუსული ნომერი ტელეფონის და ნუ ჩემი მეილი რა თქმა უნდა და მეთქი ვაუ მეთქი თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია და არა ჩვენ ყველა ერთნი ვართ რა და ამიტომ მოკლედ იქ ძალიან ბევრჯერ მიმართავს აფასიანი მედიცინისთვისაც ალექსანდრასთვის ამიტომ აი ესე ბაზაში ვიყავით და ხო და იმას ვამბობდი რომ ყოველ წუთას ვამოწმებ იქნებ მოვიდა ჩვენი ანალიზის პასუხები მაგრამ არ ჩანა არაფერი ძალიან დავიღალე მე რამდენად მოიცოდეთ უკვე მე რამდენად შევამოწმე ვერ გიხსნით არაფერიც არ არის მითხრეს რომ ხვალ იქნება მოკლედ ანალიზები ექიმაც მითხრა რომ 4 საათამდე ვიქნებიო და გამომატანა თავისი სავიზიტო ბარათი და დამიკავშირდიო WhatsApp-ზე. აქ ხო WhatsApp-ი არის, ანუ VPN-ის გარეშე მუშაობს WhatsApp-ი. და ხვალ 4 საათამდე მუშაობა მოკლედ დავუკავშირდები და გავიგებ რა როგორ და რანაირად ანალიზის პასუხებს ჯერ მე გავიგებ და მე მას უნდა გადავუგზავნო. ხო და მოკლედ გული მაქვს აჩქარებული, როგორ მინდა ეს ყველაფერი დროზე დაასრულდეს და ყველაფერი კარგად იყოს. ხო დედიკო, ალექსანდრას საშუალოდ არ მოსწონს YouTube-ი. ანუ ჩვენ ხო ვართ YouTube-ზე, აქ არის რუტუბი. რუსული YouTube-ი ასე ვთქვათ და მეც არ მომწონს, ვერ დავმღამე ვერაფერი, მომიშალანერობი და გამოვედი და ალექსანდრასაც ანალოგიური სჭირს. ხოლო VPN-ით ჩვეულებრივად YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, ნუ ყველგან შედიხართ. ოღონდ თუ გაგეთიშებათ, ხელახლა უნდა ჩაართოთ ეს VPN-ი, მოკლედ ძალიან ნერვების მომშლელი რაღაცა არის. ვაიმე, ახლა ვზივარ და ისეთი შეგრძნა მაქვს, რომ ვითიშები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დავწვევი, ანუ ვერ დავიძინებ. ამიტომ ჩემი ტელეფონი ახლა მინდა მივცე ალექსანდრას. იმასე არ დამიყენებია VPN-ი. ჩემი ტელეფონი მოკლედ მინდა მივცე ალექსანდრას რომ უყუროს მულტფილმებს. კარგად არის ხომ ჭამა სხვათა შორის. ყოველთან ერთად, სულ გუნდთან ერთად და მე ავიღე ჩემი წიგნი, მეთქი წავიკითხავ თქო. ეთქოთ რომ რაღაცა შემიყოლია და მომეწონა თქო არა. რაღაცა ძალიან ისე მომეჩვენა და აქ რომ მოვდიოდი, არაფერი ისეთი არ მქონდა და მეთქი გზაში თქო. წავიღებ და დავიწყებ კითხვას, ხო გზაში საერთოდ ვერაფერი ვერ წავიკითხე. იმიტომ რომ ბოშოს ანუ ალექსანდრას ჭირდებოდა ყურადღება. მე მუსიკებს უსმენდი ყურსასმენებით ტელეფონში. უყურებდი გზას, გეგმობდი 1000 რამეს, ხო და რა ვიცი, წიგნი არც გამხსენებია. ხო და ეხლა მინდა რომ დავიწყო და იქნება შემიყოლიოს და ანუ მეორე შანსი ხო ქვია ამ წიგნს და მეც მეორე შანსს ვაძლევ რომ იქნება მომეწონოს, არ ვიცი თუ გაქვთ იმის წაკითხული, დამიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ. ამას აქვს კიდევ მეორე რაღაცა, თუ ის პირველი არის და ეს მეორე არის. მოკლედ რა, არ ვიცი. Вот. აი ესეთი ამბუშკები შემოკარგებო. დელებ მეგობრებო, ჩემს ვლოგს უკვე მეორე დღეს. ვიყავი ხა გამოსული ალექსანდრას მუხიდე წამლები. გუშინიც რო ყავდა კლინიკაში, ჩაუბრალეთ ანალიზები. რა თქმა უნდა, ცუდი ანალიზები, იმიტომ რომ ამ ხელასიცხეზე კარგი ანალიზები ვერ ექნებოდა. ხო და აქვს რაღაცა ბაქტერიული ვირუსი. ამიტომ დაუნიშნეს ალექსანდრას ანტიბიოტიკი. და ეხლა მუხიდე რაღაცა საერთოდ უცხო. ძირითადად ვიცი ხოლმე ან ამოქსიკლავი, ან აუგმენტინი, ან კიდევ რაღაცა ვიცოდი მინსკში. აღარ მახსოვს მართლა აი უკვე რამდენი ხანია ალექსანდრას ალბათ ამ წელს ერთხელ ფლობს ანტიბიოტიკი მიღებული, ისიც კბილის გამო, ანუ
კბილზე მყავდა სტომატოლოგთან და მაშინ დაუნიშნეს ალექსანდრას ეს ანტიბიოტიკი. მეტი მართლა აღარ მოხსენდება, აღარც მიმიცია, თუ ყელის ტკიო და ფაგიოთი ძალიან ისე კარგად ვრშველოდი, მაგრამ ეხლა ყელზე არანაირი პრობლემა არ აქვს. აქვს ესეთი ბაქტერიული ვირუსი. საჩნელი ანალიზებით გუშინ ინვიტროდან რომ მივიღე მეილზე ანალიზის პასუხები და რომ ნახე რომ ყველაფერი გადათითლებული იყო, გული გამისკდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რაც გავაკეთე, ექიმს გავუგზავნე, გვიანი იყო მოუბოდიშე და ვუთხარი რომ მეთქი ბოდის კურტეს და ესე მეთქი ძალიან ნერვიულობდა და მეორე ამა თუ მიხვდებით ნანუდამ რა გააკეთა. რა თქმა უნდა, ChatGPT და გიგიცებით, რაც ChatGPT-მ დამიწერა, ექიმა რომ დამირეკა დილას, ზუსტად ანალოგიური ვითხრეს იქ მონოს მეზობელი კიდევ გვერდზე პოლიკლინიკაში მუშაობს, ცალკე მაგას შევუტანეთ. მოკლედ ხო გეუბნებით, აი არ ვიცი, ყველაფერი ჩავატარეთ, რომ სასწრაფოდ ჩვენს პედიატრს გადავუგზავნეთ თბილისში და მოკლედ 1000 ადამიანის აზრი მოვისმინეთ და ექიმის და მოკლედ ესე ალექსანდრას დაენიშნა მკურნალობა. ეხლა მივდივარ სახლში, დავუწყებ უკვე მკურნალობას, მე აქციაში ისეთი საზღარი გოგო მუშაობს, ესე იგი, ყველაფრით უკმაყოფილო. წინაზე შევედი მაგ აქციაში და რაღაცა ვიკითხე უბრალოდ რა წამალზე. ისეთი უკმაყოფილო პასუხი, აი რაღაცა ისე რა, ხამკაო რო იყვენ. ოკეი, გამოვედი, ან მაგას არაფერი არ ვუთხარი. მე ეხლა ძალიან დიდი მომსწორებელი, ძალიან დიდია, უშველებელი მართლა. მეტროში რო ჩავიყვანა მოno, ანუ მინსკიც დიდია, მინსკის მეტროში ეხლა მართლა ამდენი წელი ვიცხოვრე, 12 დავდივარ, მაგრამ სად არის მინსკის მეტრო? აი ესეთი და ამხელა, ანუ მოსკოვის მეტრო, ანუ უშველებელია. ხო და მოკლედ, ეხლა მონიკა რომ უგვაში ცხოვრობს, როგორ გიხართ, აქ არის ამ უბნის ორი, ასე ვთქვათ, მეტრო ყვითელი და სტაფილოსფერო. ჩვენ ყვითელში ვართ. მოკლედ, თითქოს გუშინ ექიმთან წავედით ჩვენს უბანში, მაგრამ ისე შორს, ანუ აღარ გადავედით სტაფილოსფეროში უკვე და მოკლედ ძალიან რთული არის გაიკვლიო საკვალი. ასევე აფთიაქებზე, ანუ განვიწერე პროგრამა, აპლიკაცია, სადაც შეგიძლია შეუკვეთო წამლები. ხო და უკვე რომ დავიწყე მოძიება, ჩვენს უბანში უკვე ვეღარ ვიპოვე იმ ხევა იყო, ანუ ვეღარ მივხვდი და მოდი დავრეკოთ ჩვენს აფთიაქში და დავრეკეთ და გვიპასუხა ამ გოგონამ რა წინა დღესთანაც ვიყავი. და უკმაყოფილო ინტერნეტში ვერ ნახეთო ნალიჩი, ანუ გვაქვს თუ არა, მე მეთქი შეერთის ჩამოვალ და ჩამოვედი და მეთქი თქვენ გელაპარაკეთ თქო ამ დილას თქო და კიო მე მეთქი უკმაყოფილო რატო ხართ მეთქი ყველაფრით თქო იქ ხარ მოვითმინე მეთქი შანსი არ არის ახლა ამას ესე არ დავტოვებ და მეთქი რატო ხართ თქო უკმაყოფილო ყველაფრით თქო წინაზე შემოვედი უკმაყოფილო პასუხებს მცემდით თქო რაღაცას გეკითხებით კულტურულად თქვენ უხეშად თან არ ვიცი ტაჯიკი იყო არ ვიცი უზბეკი მოკლედ ვიღაცა იყო და ასეთ წვრილი თვალებით მეთქი არც თქვენ არ გეტყობათ მეთქი რა ვიცი მეთქი კარენუი მოსკოველი იყო თქო რატო გაგიკვირდათ მეთქი ანუ გუშინ წინ ჩამოვედი მეთქი სტუმრად თქო და თუ რაღაცა არ ვიცი თქო რატო გაგიკვირდათ რომ დავრეკე თქო ესეთი ტელეფონის ნომერი არის მითითებული და უფლება მაქვს რომ დავრეკო და გავიგო გაქვთ თუ არა ეს წამალი, ანუ მე თუ ინტერნეტში ვერ ვნახულობ აქ და არ ვიცი მეთქი როგორ ვნახოთ ხო და არის ტელეფონი, სადაც შემიძლია დაგირეკოთ და გკითხოთ თქო და პრეტენზია რატო გამოთქვით თქო და მიგდებს ესე წამლებს და მე პარაცეტამოლი რაღაც მოკლედ რაღაცები კიდევ ვკითხე და მეტი გაიღიმეთ თქო მეტი გაიღიმეთ, გიხდებათ ხიმილი თქო რა და კარგად ხას გისურვებთ და გამოვედი ძალიან არასიამოვნო ადამიანი, აი ძალიან არასიამოვნო ადამიანია, მოკლედ ეს გოგო. ხო და მოკლედ ასეთი ამბები რა. წამლები ნაყიდია. ეხლა დავიწყოთ მკურნალობას და ძალიან მინდა ჩემი ალექსანდრუშკა მალე გამოკეთდეს და კარგად იყოს ჩემი ცუნცულიკო. წავედი.
კომ თავისი ახალი სათამაშო ხომ მიიღო საჩუქრად თავისი ბასიკი. და ეხლა კიდე ნახეთ რას გაჩვენებთ ალექსანდრუშკა. ულыбнись. კბილი ამომვარდაო და ნახეთ როგორ გდება. დღეს მოვა руси квилис Секундочку. Ну что, скажи всем пока-пока. Бай-бай. Как ты себя чувствуешь? როლიკებზე უნდა გადაობა, მაგრამ დედა არ აძლევს ჯერ უფლებას. დღეს დავისხეთ 9. დღეს დავისხეთ ინტერნეტი. всё. წავედით კაცდღვალას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვლოგში. ბაი-ბაი.